ჩვენს რეგიონში საჭიროა აქტიური დიპლომატიური ურთიერთობები ყველა მონაწილესთან, ყველა მეზობელთან, ახლო ან შორეულ მეზობელთან და მათ შორის რთული საუბრების წარმოებაც იმ მეზობლებთანაც კი, რომლებთანაც შეიძლება ძიმე კონფლიქტური ვითარება ქონდეს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ საუბრის გარეშე არაფერი არ გამოდის, ხო, მაგრამ ეგ საჭირო იყო იდეაში ყოველთვის. რა შეიცვალა ახლა მაგალითად 5 წლის წინანდელი პერიოდისკენ განსხვავებით. ანუ ხო ფაქტია, რომ დღეს ამ ვიზიტმა პოლიტიკური დარტყმა გარკვეული ხარისხის, ამა თუ იმ ხარისხის მიაყენა ხელისუფლებას. პოლიტიკური დარტყმა იქნებოდა 5 წლის წინაც, ოღონდ იქნებოდა უფრო დიდი. აქედან გამომდინარე არ ხდებოდა 5 წლის წინ ასეთ შეხვედრებზე წასვლა და კითხვა აი რა შეიცვალა. რეალობა არის ობიექტურად შემდეგი. ეს ამაზე ვსაუბრობდით დიდი ხნის განმავლობაში. გეოპოლიტიკური ძალთა ბალანსი და კონფიგურაცია, მათ შორის ინტერესების ხარისხი ჩვენი რეგიონის მიმართ სხვადასხვა მხარეების მხრიდან დრამატულად არის შეცვლილი. ან ჩვენ ახლა მათ შორის ამ სამიტის სახით ჩვენ ახლა მომსწრენი ხდებით თვალსა და ხელშუა ახალი ძალთა ბალანსის გაფორმების, ანუ სინამდვილეში 5 წლის წინ რატო არ წავიდოდა კოლბახეთი? 5 წლის წინ მაგალითად დასავლეთს ექნებოდა სხვა რეაქცია. დასავლეთს ექნებოდა მათ შორის მიუხედავად იმისა, რომ თვითონ დასავლელი ლიდერების თვითონ ჩადიან შეხვედრებზე შეიძლება დაიწყონ ამ შემადგენლობას ცალ-ცალკე თუ ერთად სხვადასხვა ფორმატში, სხვადასხვა აქტუალობით, მაგრამ ხდებიან ხოლმე. პუტინსაც კი შეხვდა, თქვა ტრამპი და უკვე აი პუტინთან ეს ბარი მალე ზელენსკისაც შეახვედრებენ, მაგრამ 5 წლის წინ ამაზე ჩვენ დასავლელი ლიდერები გვეტყოდნენ, რომ ეს დაუშვებელია თქვენთვის, თქვენ სად მიდიხართ და ეს არ იქნებოდა შემთხვევით. დასავლეთს 5 წლის წინ ქონდა სხვა შესაძლებლობები ჩვენს რეგიონზე საკუთარი ძალის ტრანსლირების, სხვა мотивация აქენა გამომდინარე, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შესაბამისად სხვა ხარისხი იყო მათი ნების ტრანსლირების, ხო? დღესდღეობით ფაქტიურად დასავლეთის ინტერესი, ეს არის შემთხვევით დასავლეთის ინტერესის დაკარგვა ჩვენი რეგიონის მიმართ. ეს არის უბრალოდ ფაქტორი, რომელიც არის რაღაცა ემოციურ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, აი აღარ მაინტერესებს და მორჩა, ეგრე არ არის. ანუ ძალთა ბალანსი, მათ შორის შიგნით დასავლეთში არსებული პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც გამომდინარეობს ძალთა ბალანსიდან, იმისთვის რომ შენ ამ დისტანციაზე და ასეთი სიმძლავრის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების პირობებში შეძლო შენი გავლენისა, თქვათ, გავრცელება ეფექტურად, შენ გიწევს ბევრად დიდი დანახარჯის გაწევა, მაგალითად იგივე უკრაინის ომის დიდი ხარჯი, ბევრად დიდი ძალისხმევის გაწევა და ეს იწვევს შიდა დისკუსიას პოლიტიკურ და ამომრჩეველთა ველზე, რომ რა ვიცი, ძვირი გვიჯდება ეს თემა და გვაწყობს კი. ამიტომ ერთია დასავლეთის ასე ვთქვათ, შესაძლებლობების შემცირების ფონზე, ინტერესის შემცირებაც და ფაქტია ახლა ეს რამე ისეთი კი არ არის, რომ აი რაღაც ვიღაცას ნიშნის მოგებით ელაპარაკოს. ეს არის ეს ფაქტია. ეს არის ობიექტური მოცემულობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ, მოგწორს თუ არ მოგწორს. ფაქტია, რომ იგივე საქართველოს დონეზე დასავლეთის ინტერესის შემცირება იმდენად ცალსახაა და ცხადია, რომ არათუ აი ამ მასშტაბის საკითხებზე ჩარევა აღარც ცდილობს დასავლეთი, არამედ ჩარევას აღარ ცდილობს უშუალოდ აქ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, არ ვიცი, მაგალითად პროდასავლურ ფლანგის მიმართ რაიმე დახმარების განცხადებებიც კი შეწყდა. ეგ ნიშნავს დრამატულ კლებას, ეგ არის ობიექტური კლებას ინტერესის. ობიექტური მოცემულობა ერთის მხრივ დასავლეთის ინტერესის კლება, რომელიც ის შესაძლებლობების კლებას მოყვა აქ ჩაერიოს და შესაძლებლობების კლება არ მოხდა თავის დასავლეთი არც გაღარიბებულა და არც რაღაცა ეკონომიკური ჩამოშლა ან რაღაცა ვარდნა ქონია. დასავლეთი არის თქვა რაღაცა ის არა, ეკონომიკური კრიზისის ნიშნები აქვს ევროპას. კრიზისის ნიშნები შეიძლება თქვა სტაგნაციის ნიშნები ქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დასავლეთი დღევანდელი რაიმე იმაზე სუსტია ვიდრე 5 წლის წინ იყო. ან დასავლეთი როგორც ასეთი, დასავლეთთან შედარებით გაძლიერდა მისი მოწინააღმდეგე. ჩვენ რომ ნახოთ დასავლეთის ეკონომიკური მაჩვენებლები დღევანდელი ევროპისაც და ამერიკისაც აღემატება იმას, რაც ქონდა მას
5 წლის წინ, მაგრამ მისი მშპ-ს ოდენობა შეფარდება მაგალითად ჩინეთის შესაძლებლობებთან, მისი შესაძლებლობები რუსეთთან მიმართებაში სამხედრო თვალსაზრისით, მათ პირველი ჩვენს რეგიონში, აი მაგალითად 3 წლის წინ, როცა ეს ომი დაიწყო, პირველ წელს ომის ან მეორე წელს, რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები როგორი იქნებოდა მომავალ წელს, გაურკვეველი იყო. უკრაინელებს იმის წარმოდგენაც კი ქონდათ, რომ აი რაღაც გაჭრიდნენ ფრონტს, გავიდოდნენ აზოვის ზღვამდე, რაღაც რუსეთის ჯარი ჩამოიშლებოდა და ამის მსჯელობის შესაძლებლობა, შეიძლება ეს ნაკლებ სავარაუდო იყო და ჩვენ საპირისპირო პროგნოზს ვაკეთებდი და ჩვენი ვერსია პროგნოზის გამართლდა, მაგრამ მაშინ იყო მოცემულობა, სადაც ამისი განხილვა შესაძლებელი იყო. ეს განხილვადი ვერსია იყო. ეხლა სამხედრო თვალსაზრისით დრამატულად შეიცვალა ვითარება და აქედან გამომდინარე ჩვენ ვიღებთ მოცემულობას, სადაც აშკარა ხდება, რომ უსაფრთხოების და ურთიერთობების ფორმატი ჩვენს რეგიონში გადაწყდება ადგილზე. აი ადგილზე ქვეყნები როგორც დაალაგდებიან, რა ძალთა ბალანსიც იარსებებს, მეტ-ნაკლებად ეგრე გადაწყდება. ცხადე ჩარევის ხარისხი, რაღაც ხარისხი იარსებებს ყოველთვის. დასავლეთის შესაძლებლობები ისე არ შემცირებულა სხვებთან მიმართებაში, რომ თლად არანაირი ზემოქმედების ეფექტი არ ქონდეს, ოღონდ ზემოქმედების ეფექტი შემცირდა დრამატულად. აქედან გამომდინარე, ხო ჩვენ მაგალითად ეს გულისხმობ კონკრეტულად ამ ფორუმს. ეს ფორუმი არის გამოხატულება, ხატოვანი დემონსტრაცია ამ ახალი კონფიგურაციის, სადაც ფორმდება მოცემულობა, რომ ადგილზე უსაფრთხოების ფორმატი და ურთიერთობების და ვაჭრობის ფორმატი ახალი გადალაგების პროცესში შედის, სადაც ადგილზე მე რას ხედავ პრობლემას. აი ზოგადად საქართველოში სერიოზულ პრობლემას რას ხედავ? ამ ყველაფრის პარალელურად. მთელი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ასეთი ფაქტები, რასაც ახლა ჩვენ ხედავთ, სრულიად საპირისპიროდ არის შეფასებული. ახლა დღეს ჩვენ რაც ვილაპარაკეთ, ხო, მოკლე შინაარსი, ხო ის არის, რომ სოფლიო შეიცვა, მეგობრებო. სოფლიო შეიცვა. საქართველოში ეგ დასკვნა კი არ კეთდება. საქართველოში კეთდება ის დასკვნა, რომ სოფლიო იგივე დარჩა, რაც იყო. და საქართველოს შეიცვა. საქართველოში კეთდება ასეთი დასკვნა, რომ საქართველოს პოლიტიკა შეიცვალა, თორემ სოფლიო იგივეა. და ეგ არის შეცდომა. სინამდვილე რა არის, იცი, თან ეგ სამწუხაროა. ის რომ გარეთა სივრცე შეიცვალა, შესაბამისად ჩვენ რასაც დღეს ხედავთ, ეს გარედან მომდგარი რეალობა. ეს არის საქართველოს ჯერ ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ ვერაფერ ცვლილებს ვერ ახდენს. საქართველოს არის ისეთ მდგომარეობაში, რომ აი გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. უბრალოდ სოფლიო შეიცვალა იმდენად, რომ რაღაც ისეთებს ხედავთ დღეს, რაც მართლა წლების წინ წარმოუდგენელი იყო. ამიტომ მთელი პრობლემაც რაში მდგომარეობს, იცით? საქართველოში უნდა დაიწყოს პოლიტიკურ სივრცეში და საინფორმაციო სივრცეში იმის გაცნობიერება, სოფლიო როგორ იცვლება, საით მიდის, როგორ გარემოში ვართ და იმ გარემოს გათვალისწინება უნდა ხდებოდეს პოლიტიკური გადმოსახედიდან. ასეთი წარმოდგენები, როგორიც იყო 90-იანებში, რა წარმოდგენებიც იყო, დღესაც იგივე წარმოდგენებით რაღაცა შეფასებების კეთება არის ჩამორჩენილი, მოძველებული მიდგომა. ამიტომ ეხლა რასაც ჩვენ ხედავთ, ეს უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს არის საქართველოს არის მარტო დარჩენილი ქვეყანა, ხო, საერთაშორისო დონეზე. არავისთან არ არის დალაგებული და მარტოა დარჩენილი და ფაფხურობს. ხან ამერიკაში ჩასვლას ცდილობს, იქ ვიღაცასთან დალაპარაკებას ცდილობს, ხან იქით მიდის, ხან აქეთ მოდის
ყველასთან ცდილობს ვინც დაელაპარაკე. ჩემი აზრით ეგ როგორი რაღაცა იცი სამწუხაროდ საზოგადოების რაღაცა ნაწილი, თუმცა ჩემი აზრით ეგ უკვე უმცირესობაა ეგ ნაწილი და რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო კლებულობს მაგ სეგმენტის პოპულაცია. საზოგადოება ვინაიდან აი წლების განმავლობაში, ათეულობით წლები ჩვენს ქვეყანაში იყო რაღაც ხელოვნური საინფორმაციო მატრიცა, აი რაღაცა თან ტაბუდადებული იყო ამ თემებზე მსჯელობა, ამ თემებზე რაღაცა რაციონალური მოსაზრებების გამოთქვა საჯარო სივრცეში, მათ შორის ხა ამერიკის ელჩი აი ბატონმა კობახიძემ რომ აღიარა რომ მე მომადგაო და წინა მორბედი ანუ კელიდეგნანი ჩვენ აკრძალვას მთხოვდა, რატო ითხოვდა ხა ხალბატონი კელიდეგნანი ჩვენს აკრძალვას, ხო იმიტომ რომ ჩვენ საუბრობდით საინფორმაციო სივრცეში ისეთ საკითხებზე, რაც იმდროინდელ ადმინისტრაციას, ანუ იმდროინდელ ლიბერალურ ადმინისტრაციას ბაიდენის სახით არ აწყობდა საქართველოში ფართო ფენებში მაგ აზრის დამკვიდრება. ჩვენ სიმართლეს ვამბობდით ყოველთვის და ეგ იყო მათ შემაწუხებელი იყო და მაგიტომაც ბლოკავდნენ Facebook-ზე, YouTube-ზე გვიშლიდნენ გვერდებს. უყურეთ როგორი რაღაცა. ჩვენი საზოგადოების ეს ვითომ საექსპერტო ნაწილი, ცხადია ყველას არ ეხება, მაგრამ კონკრეტული ნაწილი ძალიან ჩამორჩენილი შეხედულებებით მოძრაობს. აი მართლაც დღემდე გონიათ რომ ახლა არის 2003 წელი. 2003 წელია, რაღაც ამერიკა არის საკუთარი შესაძლებლობების ზენიტში, რაღაც დემოკრატიის ექსპორტი მიმდინარეობს სოფლიოში, რაღაც ერაყში შეიჭრა, ავღანეთში შეიჭრა, იქ უსამა ბენ ლადენს დაძდევდა და რაღაც ფერად რევოლუციებს აწყობდა და კმარა გუგუნებდა აქ სააკაშვილთან ერთად და თამარ ჩერგოლიაშვილი გახარებული იყო. ანუ ეგ დრო წავიდა კაცო. ეგ საერთოდ ეგ არის უკვე სხვა ეპოქაა საერთოდ. ხო იცით ლიბერალებს ხო ეგეთი გამოთქმა რომ ისტორიის სწორ მხარეს დადექიო ხო ანუ რაღაც საყვარელისა. ანუ სხვა ისტორია იწერება ეხლა. ეს ისტორია იწერება ჩვენგან დამოუკიდებლად. ანუ ჩვენ ვერანაირ გავლენას ვერ ვახდენთ ამ ისტორიული პროცესების განვითარებას. კი, ჩვენ შეიძლება საკუთარ ისტორიაზე მოვახდინოთ გავლენა და ყველა სახელმწიფო თვითონ ჭედავს საკუთარ ისტორიას. კი, რაღაცა პროცესებზე ვერ ახდენ გავლენას, მაგრამ რაღაცა საკითხების საჩვენოთ შემოbrunება, საჩვენოთ დალაგება, ამის პოტენციალი ყოველთვის არსებობს. ხო და უყურეთ როგორი რაღაცაა. მე პრობლემას რაში ვხედავ? ერთი იმაში ვხედავ, რომ საზოგადოების რაღაცა ნაწილი ჯერ კიდევ ჩარჩენილია იმ წარსულში, რომელიც არასოდეს არ დაბრუნდება, ეგ მატარებელი წავიდა. მაგ მატარებლის პროცესში ჩვენ საერთოდ არასწორი ნაბიჯები გადავდგით თან, დავმარცხდით ყველაფერში. თან მაშინაც, როდესაც რაღაცა შანსი იყო, ან რაღაც შესაძლებლობების პოტენციალი ჩანდა, ყველგან დავმარცხდით. ყველგან საქართველო გაუბედურებული გამოვიდა. ანუ საერთოდ მე ვერ ხედავ თუნდაც ამ 20 წლიანი ის რომ ჩვენი განვლილი გზა გავაანალიზოთ, მე წარმატებას ვერსად ვერ ხედავ. ყველგან ვხედავ შეცდომებს. ეს ერთი საკითხი. და მეორე როგორი რაღაცა იცი, ჩვენი პრობლემას რაში ვხედავ? ჩვენი ხელისუფლება, რომელიც თავად დღემდე არის მენტალურად ჩარჩენილი იმ წარსულში, იმ რაღაც არასწორ წარმოდგენებში, ეხლა მოქმედებს არაპროაქტიურად. ანუ ეს პროცესები, რაზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ, კაცო. წლებია ვსაუბრობთ ამაზე, რა ვიცი. ამას წინათ დავდე 2 წლის წინ ჩვენი ერთ-ერთი გადაცემის ამონარიდი ჯერ ტრამპს არც გაუმარჯვია. ანუ ჯერ გაურკვეველი იყო ტრამპი გაიმარჯვებდა თუ არა ამერიკაში. მან ვამბობდით რომ ტრამპი გაიმარჯვებს და ტრამპის გამარჯვებასთან ერთად სამყაროში მოხდება გლობალური ტექტონიკური ძვრები. პირველ რიგში დასავლეთში დაიწყება ეს პროცესი. და უყურე როგორი რაღაცაა. ხელისუფლება ამ რაც თან ნათელი ამას არ ჭირდება განსაკუთრებული რაღაცა ანალიტიკური უნარი, რომ ეს
განჭრიტო და დაინახო. საკმაოდ ლოგიკურად მიმდინარეობს ეს პროცესები და ამერიკის სტრატეგიაზე რო გადავალთ, მან ცოტა გავავრცელოთ და ცოტა ფართოდ ვისაუბროთ ეს პროცესები. გადავიდეთ ბარემ. ხო, აი ერთს დავამატებ და გადავიდეთ. ანუ ხელისუფლება რას აკეთებ? რაღაცა მოხდება რისი წინასწარ განსაზღვრა შესაძლებელი იყო და პოლიტიკოსი შენ რატომ ხარ, იცი? ჩვეულებრივი ადამიანი რასაც ასე ჰორიზონტში ვერ ხედავს, ეგ უნდა დაინახო შენ. ხო, ეგ არის. მაგის უნარები უნდა კონდეს. აბა მეტი. ეგ არის დანიშნულება. ეგაა პოლიტიკოსის დანიშნულება, რომ ჩვეულებრივი ვიღაცა ტრაქტორისტი, სანტექნიკი, ფერმერი თუ ბიზნესმენი, რასაც ვერ ხედავს, შენი პროფესია პოლიტიკოსობა. ეგ პოლიტიკოსობა ის კი არა მარტო სავარძელში დაждდე და რაღაცები ლაპარაკო და სამშობლო ისე მიყვარს და ლექსები მოყვე. არა, კაც პოლიტიკოსობა ეს არის უნარი უნდა გაგაჩნდეს. ის კომპეტენტური უნდა იყოს. და უნდა შეგეძლოს რაღაცა პროცესების წინასწარ პროგნოზირება. იმისთვის რომ შენ დაასწრო. მით უმეტეს საქართველოსნაირ ქვეყნის მასშტაბიდან გამომდინარე და პრობლემებიდან გამომდინარე, ეგეთი პოლიტიკოსები უნდა ყავდეს, რომლებიც ამ ყველაფერს პროცესებს წინასწარ ხედავენ. ხო და ჩვენი მთავრობა ვერაფერს ვერ ხედავს. 5 წლის წინ ერთს ამტკიცებდა და ამბობდა. რაღაცა მერე მოხდა, რაც ფაქტია. და მე პოსტფაქტუმ ფაქტის როგორც კი ფაქტი მოხდება, მე იწყებს რაღაცა ფაფხურს, ხო არ ჩავიდეთ იმაში აშხაბაჩი. აშხაბაჩი დიდი ხნის წინ უნდა ჩასულიყავით, კაცო. წლების წინ. ყველასთან უნდა ჩასულიყავით წლები. იმიტომ რომ ისედაც გასაგები იყო, რომ გასაგები იყო, ეს 10 წლის წინაც გასაგები იყო, რომ ეს მოხდებოდა. 5 წლის წინაც გასაგები იყო, 1918 წელსაც გასაგები იყო, რომ გერმანია აქ ფეხს ვერ მოიკიდებდა და დამარცხდებოდა პირველ მსოფლიო ომში და დიდი ალბათობით მეზობლები მოუგებდნენ კავკასიის რეგიონში, ხო ის აუცრებავ, ხო და ინტერესი მეტი იქნებოდა. საერთოდ რო ისეთ არც აპირებდა მოგებას გერმანია. ო, ეგ მე როდესაც დღეს გადაცემა დავიწყე, შემთხვევით არ თქვი რომ რუსეთისთვის უფრო პრიორიტეტულია ყაზახეთის პოზიცია რაღაცა საკითხზე. აი საქართველოს საკითხზე ყაზახეთის პოზიციას უფრო გაითვალისწინებს რუსეთი ვიდრე იტალიის. რატომ? ძალიან მარტივი გეოპოლიტიკური ლოგიკიდან გამომდინარე. აი, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოში. იტალიელს ფეხებზე კიდია თუ არა? და იტალიას. დიდი ალბათობით ფეხებზე კიდია. რატომ? იმიტომ რომ არანაირად არ ეხება საქართველოს მდგომარეობა იტალიას. რაც არ უნდა მოხდეს. და საქართველოში რაღაცა რომ მოხდეს, რაღაცა კუთხით ყაზახეთს ეხება. პირველ რიგში ეკონომიკური კუთხით ეხება, იმიტომ რომ ჩვენი გავლით გააქვს რაღაცეები და მისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ვარ და მეორე გეოპოლიტიკური კუთხით აინტერესებს, იმიტომ რომ თუ საქართველოს რაღაცა მოუვიდა რუსეთიდან, შესაძლებელია მასაც იგივე მოუვიდეს. ამიტომ ყაზახეთის და საქართველოს ინტერესი ამ საკითხში ემთხვევა. ვინაიდან ყაზახეთი არის რუსეთის მეზობელი და რაღაცა ფუნქციას ასრულებს გეოპოლიტიკური კუთხით და ეკონომიკური კუთხით რუსეთისთვის, ყაზახეთს უფრო გაითვალისწინებს რუსეთი ვიდრე იტალიას. აი ესეთი ნიუანსები საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს. ეს არის ანაბანა გეოპოლიტიკის. რუკაზე რო ვაჩვენოთ მიზეზი, რა შეიცვალა ჩვენს რეალობაში, ეს დაბლა ეს მოხსნით ის წარწერები. აი ჩვენ ვიმყოფებით აი აქ არის ჩვენი ქვეყნის მდებარეობა, ხო? აი ამ სივრცეს და მით უმეტეს აი ამ სივრცეს. ბუნებრივი ინტერესი ამ დისტანციაზე შორს და მით უმეტეს გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების გარემოცვაში, სადაც გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეს ბევრად ადვილად შეუძლია საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გავრცელება ჩვენზე, განუზომლად ნაკლები შესაძლებლობები აქვს აქ ჩარევის და თუ აქ ჩარევის მექანიზმები ფიზიკური ძალთა ბალანსიდან გამომდინარე ზედმეტად ძვირისი ხდება, უბრალოდ აი ეს სივრცე და მით უმეტეს აი შორს მდებარე სივრცე мотивაციას კარგავს იმისა, რომ ჩვენთან რაიმე ტრანსლირება მოახდინოს რაიმე ნების აქტიური ჩარევის. ეხლა ჩვენ ვხედავთ, ჩვენ ვართ მომსწრენი მოცემულობის, სადაც უკრაინის ომის ფონზე რუსეთის სამხედრო
შედეგები, მოლოდინი იმისა, რა შედეგი შეიძლება დადოს უკრაინაში და რა ზეწოლა შეიძლება მოახდინოს დასავლეთმა ამ პროცესზე, რუსეთისთვის ოპტიმისტურად გამოიყურება. რუსეთი საკითხს ეგრე აყენებს, ეგრე ხედავს და ეს ეხლა ყველა თან ხდება პრაქტიკულად ამაზე, რომ რუსეთის მდგომარეობა გამოიყურება ოპტიმისტურად. აი, რო წარმოვიდგინოთ და თქვათ მშვიდობის რაღაცა ფორმაზე შეთანხმდეს, რომელიც უკრაინისთვის იქნება წამგებიანი, ამას ყველა აღიარებს თუ შეთანხმდეს მშვიდობის ფორმაზე. როგორ წარმოგვიდგენია, აი, ჩვენი მდგომარეობა მაგ დროს რუსეთის ზეწოლის მექანიზმები, როცა მას აღარ ჭირდება, ის აღარ არის ასეთ ბლოკადაში. მას აღარ აქვს ეკონომიკური ასეთი გამოწვევები, იმიტომ რომ უკრაინაში მშვიდობის ფორმაზე შეთანხმება ნიშნავს, რომ რუსეთს მოუხსნეს სანქციების დიდი ნაწილი, რაღაცა თანამშრომლობის ფორმატი დაიწყო ამერიკასა და რუსეთს შორის. შესაბამისად, მისი და წნეხი ომიდან გამომდინარე, რომელიც მუდმივ ომის წარმოება გულისხმობს ხარჯებს უზარმაზარს. ეს ყველაფერი ეხსნება, რუსეთი ბევრად ნაკლებად არის დამოკიდებული მეზობელი ქვეყნებიდან ტრანზიტზე და ამ გზით სანქციებისგან თავის არიდებაზე, ხო? ჩვენ მიმართ ზეწოლის მექანიზმები ხო გაიზრდება. მისი თავდაჯერება, რომ შეუძლია მოგვაწვეს რაღაც ისეთ პირობებზე, რომელიც აქამდე თავს იკავებდა. ხო გვესმის, რომ დასავლეთმა ამერიკა ეხლა უფორმებს, ეგ მაგ მოცემულობაშია, რომ შენი სამეზობლო მეტნაკლებად ჩვენთვის უმნიშვნელოს სივრცეა და ნუ შენ თვითონ როგორც დაალაგდები, ისე დაალაგდი. მაგ მოცემულობის წინაშე ვდგებით ეხლა ჩვენ. ეს მოდი გადავიდეთ მაგაზე, რატომ ხდება? ხო და მანდ ხო გვესმის, რომ მაგაზე რომ მაგ დღის წესრიგის წინაშე თუ დავდექით, თუ გაგრძელდა ომი რამე დრამატულად კი ერიცვა. თუ გაგრძელდა ომი, ისევ ეს დინამიკა, რასაც ახლა ვხედავთ, უბრალოდ წინ წავა და ნუ მე რაღაც ეტაპზე ისევ შეთანხმდა. მოდი